განათლება ის ფუნდამენტური საკითხია, რომელიც ჩვენს წარმატებულ მომავალს განსაზღვრავს. ახალი თაობა დიდი გამოწვევების წინაშეა. თანამედროვე ცხოვრების სტილი, სწრაფი ცვლილებები და ტექნოლოგიური განვითარება ახალ უნარჩვევებს მოითხოვს. რას ფიქრობენ ახალგაზრდები განათლებაზე, კარიერაზე და ცხოვრებაზე? ახლა უკვე მათი შეხედულებები შეგვიძლია სალომე კახთელიძის სიუჟეტში მოვისმინოთ. თანამედროვე ცხოვრების სტილი აჩქარებულია, ის სწრაფ ცვლილებებს, დიდ კონკურენციას, ახალი პროფესიების დაუფლებასა და სამუშაო ბაზრის მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებას მოითხოვს. შესაბამისად, ახალგაზრდები გამოწვევების წინაშე დგანან. კითხვაზე, როგორ აღიქვამენ ისინი სრულფასოვან განათლებას, წარმატებულ კარიერასა და ცხოვრებას, პასუხი მრავალფეროვანია. განათლებული ახალგაზრდობა რეალურად ნიშნავს ქვეყნის წარმატებას ნებისმიერ ასპარეზზე. სასწავლო გარემო უნდა იყოს აუცილებლად თბილი, მეგობრული, ბავშვისთვის კომფორტული. ნიშნავენია ჩემთვის ენების მრავალფეროვნება აბსოლუტურად ყველა საჯარო თუ კერძო სკოლებში, იმიტომ რომ რეალურად ვიცით ქართული ანდაზაც რომ რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ და სადაც ჩადიხარ იქ ორი ქუდი უნდა დაიხურო, ლოგიკურია და ენების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანი და პარალელურად ერთ-ერთი მთავარი რაც არის კიდევ აბსოლუტურად უნდა მოხდეს გაციფრულება. უნივერსიტეტის სტუდენტების გარეშე არაფერი არ არის და სტუდენტების აზრი რომ რაღაცა მნიშვნელობას წარმოადგენს, აი არის შენთვის მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით ცოტა რაღაცები უნდა შეიცვალოს და ისეთი რაღაცები უნდა გასწავლონ, ისეთი საგნები, რაც მომავალში პროფესიისთვის ეს გამოგადგება. მთავარი არის პრაქტიკა და მარტო თეორიით არ უნდა შემოიფარგლოს ეს მთელი სასწავლო პროცესი. უფრო მეტი გაცვლის პროგრამები რო იყოს, ძალიან კარგი იქნება. კიდევ არ მომწონს ის ფაქტი, რომ ზოგად განათლებას უფრო მეც ვიღებთ, ვიდრე რაღაცა კონკრეტულ პრაქტიკულ განათლებას. დღეს ესე რომ ვთქვათ, მაღალი კონკურენციის და გამო ყველგან საჭიროა რომ იყოს სრულყოფილად განათლებული, რომ შენ საქმეში რაღაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიო. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ სკოლის მასალა უნივერსიტეტის მასალასთან შედარებით არის ძალიან განსხვავებული და ის ბაზა, რაც სჭირდება სტუდენტს, რომ უნივერსიტეტში მისვლის დროს ცოტა უცნაურად არ იგრძნოს თავი და რაღაც ძალიან ახალი არ იყოს მისთვის, ბაზა უნდა ქონდეს სკოლის ასაკში შექმნილი. სკოლის მოსწავლეებისთვის საშუალო განათლება საბაზისო და მნიშვნელოვანი ეტაპია. როგორც აღმოჩნდა, ახალ თაობას უკვე მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული, რომ მხოლოდ ცოდნა საკმარისი არაა და საჭიროა მისი სწორ დროს გამოყენება. მინდა თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც 21 საუკუნეში ადამიანს სჭირდება არის ადაპტაციის უნარჩვევა. მე ვარ 16 წლის, ვარ მე-11 კლასელი, კომპიუტერზე და ტელეფონზე ვარ გაზრდილი, მაგრამ იმდენად ვითარდება ტექნოლოგია, იმდენად სწრაფი განვითარება არის, რომ ხანდახან ჩვენს გვიჭირს ხოლმე ადაპტაცია. ზოგადად მიყვარს ლიტერატურა და უზარმაზარ პატივს ვცემ ყველა იმ წერალს, რომელიც საქართველოს იდენტობა და ენა დღემდე მოგვიტანა. მაგრამ, როდესაც საქმეზე დგება, მე არ მჭირდება, რომ ყველა სტროფი ვიცოდე ზეპირად, რადგან ჩემი აზრით, როდესაც მწერალი რაღაცას წერს, მწერალი გაძლევს იმის საშუალებას, რომ შეხედო ყველანაირი პერსპექტივიდან და მთავარი არის ის, რომ შეხედო შენი პერსპექტივიდან. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ მასწავლებელი და მოსწავლე მეგობრული ურთიერთობა უნდა ქონდეთ, იმიტომ რომ როდესაც მოსწავლე არის ბავშვი და ეს 12 წელი რომელსაც სკოლაში ატარებს, მისი საუკეთესო მეგობარი ამ დროის განმავლობაში უნდა იყოს მასწავლებელი. ეგ არის მთავარი პრიორიტეტი. მეორე კი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება რომ განუვითარდეს ბავშვს. იმ კონკრეტულ გარემოებში და გარემოებში სადაც ბავშვს შეუძლია რომ ეს უნარჩვევები განავითაროს, მაგ შემთხვევაში იქნება განათლება თავის პიკში, რადგან თავისუფალი აზროვნება არის რაც პირველ რიგში ჭკვიან და განათლებულ ადამიანს ქმნის. ახალ თაობას საერთო სურვილი აქვს. თავად შექმნან ისეთი მომავალი, როგორცაც თავად აირჩევენ. მათი უმრავლესობა სწავლასთან ერთად მუშაობს. ინა ლიკლიკაძე მესამე კურსის სტუდენტია. ჯერ სწავლა არ დაუსრულებია, თუმცა ფიქრობს, რომ პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ფიქრობ, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც უნდა მოხდეს განათლებამ, არის ჯანსაღი კომუნიკაცია ადამიანებთან. დღესდღეობით ჩემი თანატოლები მუშაობენ, ისინი აგროვებენ იმ უნარებს, რაც საჭიროა დღევანდელ სამყაროში, რომ გადავრჩეთ და გავიკვალოთ ჩვენი გზა. მე ვსწავლობ სტრატეგიული კომუნიკაციების მესამე კურსზე. ამჟამად ვმუშაობ part-time-ზე, შესაბამისად მიმარტივდება განათლების მიღებისა და მუშაობის შეწყობა ერთმანეთთან. მე, რასაც დავამატებდი არსებულ განათლების სისტემას, არის აუცილებლად პრაქტიკები, მეტი სტაჟირებები, მეტი პროექტები, რათა ის თეორიული უნარები კიდევ უფრო განვიმტკიცოთ. თანამედროვე ახალგაზრდების ნაწილს მიზანი პატარაობიდანვე აქვს განსაზღვრული. ისინი, ვინც ადრეული ასაკიდან უკვე საკუთარ პროფესიაში რეალიზებულები არიან, ცოდნას ახლა უკვე თანატოლებს უზიარებენ. მეც პირადად რამდენიმე წლის წინ დავამთავრე უნივერსიტეტი, ზუსტად რო ვთქვა 4 წლის წინ და დამთავრებისთანავე ჩემ უნივერსიტეტში ჩავერთე სწავლების პროცესში და
კონკრეტულად საგდები, რომლებიც უნივერსიტეტში არის სწავლებოდა, ისინი ჩემთვის სწავლეა და შემდეგ მქონდა სურვილი, რომ ეს სხვებისთვის გამეზიარებინა. და ჩემი აზრით პირველი თვისება, რაც უნდა განივითარო, არის, რომ ახალი რაღაცების სწავლის არ უნდა გეშინოდეს და თვისება, რაც თავარი რაღაცა ვცდილობ რომ მას ვასწავლო, არის, რომ ახალი რაღაცები ჩქარა აითვისო. დღეს სამყარო ჩემი აზრით ცოტა იცვლება და მნიშვნელოვანია, რომ რა არის ყველაზე ახალი რისერჩი, ყველაზე ახალი თემები, რაც არის ამ კონკრეტულ დარგებში, ჩემი აზრით უნივერსიტეტები ვცდილობდნენ, რომ სტუდენტები ამას რაც შეიძლება ახლოს დააწიონ და სიღრმისეულად კონკრეტულ დარგში, კონკრეტულ თემაში ჩასვლას უნდა ცდილობდეს ასევე სკოლაც, ასევე უნივერსიტეტიც. დღეს მე ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების სტილში და ზოგადად პროფესიულადაც თუ ისეც არის, რომ უნდა იყო მორგება უნდა შეგეძლოს ახალ გამოწვევებთან ადაპტირება უნდა შეგეძლოს, მით უმეტეს რომ კონკრეტულად მე ტექნოლოგიების დარგში ვხედავ, რომ რაღაც 5 წლის წინ ალბათ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ტექნოლოგიური ინტელექტი, რომელსაც ალბათ ბევრი იყენებს შეიძლება დღეს, ასეთ დონემდე მოვიდოდა ამ ახალ რაღაც გამოწვევებზე და ახალ პრინციპებზე გადაწყობა, ჩემს მარტივად უნდა შეგეძლოს და ადაპტაციურობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. განათლებული თაობა სიძლიერისა და წარმატების საფუძველია. წარმატების, რომელიც წინსვლას, განვითარებასა და ფუნდამენტურ ღირებულებებს განსაზღვრავს.